ირანი გაგიჟდა ზღვაში, როდესაც გამოჩნდა თავდასხმის ცენტრში, რომელმაც ცეცხლი წაუკიდდა და ჩაძირა ინდური გემი ჰადი ალი ომანის მახლობლად. მაშინ, როცა სპარსეთის ყურეში კრიზისი ძლიერდებოდა ამ პარასკევს 2026 წლის 15 მაისს, გემი კომერციულ მარშრუტზე მოძრაობდა ბორტზე 14 ეკიპაჟის წევრით. როდესაც მას დაარტყეს ცეცხლი გაუჩნდა და საბოლოოდ ჩაიძირა ზონაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობისთვის, ვაჭრობისთვის და მრავალი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არავინ დაღუპულა, რადგან ომანის სანაპირო დაცვამ შეძლო ეკიპაჟის ყველა წევრის გადარჩენა, მაგრამ პოლიტიკური ზიანი უზარმაზარი იყო. თეირანმა სცადა შიშის იარაღად გადაქცევა და სამიზნედ აიღო სამოქალაქო გემების გზა, ზუსტად იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს მარშრუტები ღია დარჩეს და შანტაჟი გამოავლინოს. რაც ადრე მხოლოდ სიტყვიერი მუქარა იყო, ეხლა ზღვაში კონკრეტულ ქმედებად გადაიქცა. ერთი გიგანტური გემი ჩაძირულია, მეორეა დაკავებული არაბთა გაერთიანებული საამიროების მახლობლად, ხოლო რეჟიმი ცდილობს ძალა აჩვენოს, მაშინ როცა სინამდვილეში სასოწარკვეთილებას, იზოლაციასა და კონტროლის დაკარგვას ამჟღავნებს. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტი, მიუსონ ალუესი. ირანმა საშიში კრიზისი გააჩინა. ზღვაში მას შემდეგ, რაც ინდური გემი ჰადი ალი ომანის მახლობლად დაესხნენ თავს, ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა, როცა სომალიდან შარჯაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრებოდა. ეს შემთხვევა უკვე კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ თეირანი ღია პროვოკაციის რეჟიმში გადავიდა. ეს არ იყო საომარი გემი, არ იყო სამხედრო ბაზა, არ იყო ხომალდი, რომელიც ირანის ტერიტორიას უტევდა. ეს იყო სამოქალაქო გემი ინდოელი ეკიპაჟით, რომელიც იმ რეგიონში დააზიანეს, სადაც რეჟიმი ცდილობს გზის კონტროლს. ინდოეთმა ეს შემთხვევა მიუღებლად შეაფასა და ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ახალი დელი საზღვაო კრიზისებში სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. ალი სამხედრო მისიაში ირანის წინააღმდეგ არ იყო, ის კომერციულ ტრანზიტში იმყოფებოდა. და სწორედ აქ ხდება საქმე უფრო სერიოზული. როდესაც სამოქალაქო გემი ხდება სამიზნე თეირანის, ვაშინგტონის, ისრაელისა და კურის მარშრუტების კონტროლის გარშემო მიმდინარე დაპირისპირებაში, ყველა გემთბობელისთვის სიგნალი მარტივია. რეგიონის გადაკვეთა ეს ახლა უფრო ძვირი, უფრო სარისკო და უფრო არასტაბილურია. ზეწოლა გაიზარდა, რადგან თითქმის იმავე დროს კიდევ ერთი გემი იქნა დაკავებული ფუჯაირას მახლობლად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. გემი ნავსადგურიდან დაახლოებით 38 საზღვაო მილის დაშორებით ღუზაზე იდგა, როდესაც უნებართო პირები ავიდნენ ბორტზე და გემი ირანის წყლებისკენ დაიძრა. საზღვაო წყაროებმა გემი დაასახელეს როგორც ჰონდურასის დროშის ქვეშ მცურავი რუიჩუანი. ანუ რამდენიმე საათში რეგიონმა იხილა ერთი გემი ომანის მახლობლად თავდასხმული და ჩაძირული, ხოლო მეორე ემირატები სანაპიროსთან დაკავებული. ეს მოდელი არ გავს შემთხვევით ინციდენტს, უფრო გავს გააზრებულ თანმიმდევრობას, რათა გამოსცადონ სადამდე მოითმენს დასავლეთის ზეწოლას. ირანის რეჟიმი ცდილობს ეს ქცევა სუვერენიტეტის დაცვად გაკიდოს, მაგრამ პრაქტიკა სხვა რამეს აჩვენებს. თეირანი ზღვას იყენებს დაშინების ასპაშინების ასპარეზად. ირანის ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ ომანის სრუტე ირანს ეკუთვნის და რომ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული გემები შეიძლება დაპატიმრებულ იქნას. როდესაც პოლიტიკური მუქარა ფრახტის ფასსა და სამოქალაქო ეკიპაჟის რისკზე მოქმედებს, ის შიდა ბაქიბუქობას ცდება და საერთაშორისო კრიზისად იქცევა. თეთრი სახლი უკვე ამ მარშრუტს ცენტრალურ წერტილად განიხილავს. დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან პეკინში შეხვედრისას ჰორმუზის სრუტის გახსნა სტრატეგიულ თემად დააყენა. თუ ჩინეთს სურს ნავთობის უწყვეტი მიწოდება, ინდოეთს სურს თავისი გემების დაცვა, არაბებს სურთ ენერგიის ექსპორტი და დასავლეთს სურს ფასების ზრდის თავიდან აცილება, არავის შეუძლია დაუშვას, რომ ირანი ამ მნიშვნელოვანი გზის მფლობელად იქცეს. აქ დონალდ ტრამპი თეირანს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ირანი ცდილობს ძალის დემონსტრირებას გემების ჩაძირვითა და დაკავებით, მაგრამ საბოლოოდ აჩვენებს, რომ მას სჭირდება შიშის დათესვა ზღვაში, რათა სამხედრო ძალის დაკარგვა აანაზღაუროს ხმელეთზე, ჰაერში და საკუთარ ტერიტორიაზეც. ამერიკის კონგრესში ადმირალი ბრედ კუპერი, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, ამ სურათს კიდევ უფრო ამყარებს, როდესაც ამბობს, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შემცირდა ოპერაცია Epic Fury-ის შემდეგ. მისი თქმით, ირანის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა დრონებისთვის, რაკეტებისთვის და საზღვაო ძალებისთვის 90%-ით შემცირდა და ირანის საზღვაო ძალებს შეიძლება 5-დან 10 წლამდე დასჭირდეთ აღდგენის დასაწყებად. ეს განცხადება ეხმარება ამ მომენტის ახსნას. რეჟიმი, რომლის სამხედრო სტრუქტურაც დაზიანებულია, ცდილობს სისუსტე შოკური ქმედებებით, არაპირდაპირი თავდასხმებით და კომერციულ მარშრუტებზე მუქარებით აანაზღაუროს.
ეს არის ჟესტი იმისა, ვინც ზღვაში გიგანტად სურს გამოჩნდეს, მაგრამ ცდილობს დამალოს დაბომბვითა და შესაძლებლობების დაკარგვით დატოვებული ზიანი. შემდეგი ნაბიჯი ვაშინგტონის მისი მოკავშირეების და იმ ქვეყნების ხელშია, რომლებიც აცა მარშრუტზე არიან დამოკიდებული. პასუხი შეიძლება იყოს საზღვაო ესკორტი, საჰაერო მეთვალყურეობა, დიპლომატიური ზეწოლა, ახალი სანქციები და თუ ესკალაცია გაგრძელდება, პირდაპირ შეტევა იმ წერტილებზე, საიდანაც დრონები ან რაკეტები ისვრება. ამ თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების სადაზვერვო თვითმფრინავები გამოჩნდნენ სპარსეთის ყურისცაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან და ირანთან დაძაბულობის ზონისკენ. არსიას 35 რივეთ ჯოინტის ტიპის თვითმფრინავების ყოფნა მაჩვენა, რომ ვაშინგტონმა დაიწყო სიგნალების, კომუნიკაციების და შესაძლო გაშვების წერტილების რუკაზე დატანა, რომლებიც დაკავშირებულია გემზე თავდასხმასთან. ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც ერთი სამოქალაქო ხომალდი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა და მეორე ირანის წყლებისკენ წაიყვანეს, შეერთებულმა შტატებმა ეს შემთხვევა რეალურ სამხედრო განგაშად მიიჩნია და ცდილობს გაარკვიოს, ვინ კოორდინირებდა თავდასხმას, საიდან მოდიოდა საფრთხე და რა შეიძლება იყოს თეირანის შემდეგი ნაბიჯი. ისრაელის სიფრთხილით აკვირდება მოვლენებს, რადგან ირანის ყოველი ნაბიჯი ზღვაში დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დიდ ომთან. თუ თეირანი გააგრძელებს პროვოკაციებზე დაფუძნებულ ქმედებებს, ეს შესაძლებლობას აძლევს საპასუხო რეაგირებას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ირანს უკვე გამოუყენებია ასეთი ზეწოლის მეთოდები ადრე. 2019 წელს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში დააკავა ბრიტანული ნავთობტანკერი სტენა იმპერო, რის შემდეგაც გემი ეკიპაჟის კონტროლიდან გამოვიდა. იმ დროს ამ შემთხვევამ გაამწვავა დაძაბულობა გაერთიანებულ სამეფოსთან, მიიპყრო დონალდ ტრამპის ყურადღება და გავლენა მოახდინა ნავთობის ფასზე. 2021 წელს ნავთობტანკერი Mercer Street, რომელიც ისრაელების მიერ მართულ კომპანიასთან იყო დაკავშირებული, ომანის მახლობლად დაესხნენ თავს და ორი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, ერთი ბრიტანელი და ერთი რუმინელი. ეს შემთხვევები აჩვენებს, რომ რაჯალი ამ მოვლენათა ჯაჭვში კიდევ უფრო სერიოზული გაფრთხილებაა. რადგან სამოქალაქო გემის ჩაძირვა, თუნდაც მსხვერპლის გარაშე, ჩვეულებრივი მუშაკების სიცოცხლეს, ძალაუფლების გლობალური ვაჭრობისა და სამხედრო ძალის დაპირისპირების ეპიცენტრში აყენებს. სხვა ქვეყნებმა უკვე გაიგეს, რომ სავაჭრო გემზე თავდასხმა ადგილობრივ პრობლემად ვერ ჩაითვლება. წითელ ზღვაში იემენის უთებმა თავდასხმა განახორციელეს გემებზე და აიძულეს შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო სამხედრო ობიექტებზე დაბომბვით ეპასუხათ. ეხლა განსხვავება ისაა, რომ ყურადღება ისევ ირანზე გადადის, რეგიონულ ძალაზე, რომელიც ცდილობს აკონტროლოს ნარატივი და დააშინოს ისინი, ვინც ყურეს კვეთს. ქვეყნები მხოლოდ დიპლომატიაზე არ საუბრობენ, ისინი განიხილავენ ენერგიას, საკვებს, გადაზიდვის ხარჯებს, ინფლაციას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას. აი, რატო არ შემოიფარგლება რაჯალის ჩაძირვა მხოლოდ ომანით? ის იწვევს დაძაბულობას ნიუ-დელიში, ვაშინგტონში, თელ-ავივში, პეკინში, ლონდონში და ნებისმიერ დედაქალაქში, რომელიც დამოკიდებულია თავისუფლად მოძრავ გემებზე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.